აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების სახელობის დარბაზი გაიხსნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. წარმოდგენილია ჩხოტუების საგვარეულო საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები, პირადი ნივთები, რომლებიც ესპანეთიდან ჩამოიტანეს. აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით პროექტის აფხაზური არქივების ფარგლებში განხორციელდა. ამ პროცესს და აი ამ კაბინეტის გახსნას ესწრება და საქართველოში არის ჩამოსული სრულიად ჩხოტუების ოჯახის ყველა წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახდინეთ აი ამ პროცესის ინიცირება და აი ამ ფორმით. მადლობელი ვარ, რომ ამ პროცესის ინიცირებაში და განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ მაუწყებელმა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და რა თქმა უნდა აფხაზეთის მთავრობამ. მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ავასრულოთ მათი დიდი ხნის ნატურა. მადლობა ყველას, ვინც ამ ყველაფერში თავის წვლილი შეიტანა. ეროვნულ ბიბლიოთეკას პირად ნივთებთან ერთად გადაეცა დოკუმენტები, რომლებიც ბევრ საინტერესო ისტორიულ მოვლენებს ასახავს. ასევე ავასრულებთ ჩარლზ ჩხოტუას კიდევ ერთ ანდერძს და მისი ფერფლი ვერის სასაფლაოზე სამშობლოში დაიკრძალება. ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ ეს დღები ერთმანეთს დაემთხვა 26 მაისი დღეს დიასპორების დღე არის და დღესვე გაიხსნა ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივი აქ, წიგნის პალატაში, რაც არის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემადგენლობაში. ჩვენ გადმოგვეცა ეს არქივი გარკვეული ხნის წინ. ძალიან დიდი როლი შეიტანეს ამაში აფხაზეთის მთავრობამ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს არქივი ამჟამად დამუშავების პროცესშია.